ხელოვნების სკოლამ აფხაზეთი ერთი საიუბილეო თარიღი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კონცერტით აღნიშნა. მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულეს. ასევე მოეწყო სკოლის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების აღსაზრდელთა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ტრადიციულ სახელოვნებო მიმართულებებთან ერთად სკოლის იაპონური საბრძოლო ხელოვნების აიკიდოს ჯგუფის საჩვენებელი გამოსვლები გაიმართა. კონცერტის დასასრულს წარმატებული მონაწილეების სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დასაჩუქრდნენ. ეს სკოლა არის სამართალმემკვიდრე ქალაქ სოხუმის პირველი და მეორე მუსიკალური სკოლების და ამჟამად აფხაზეთში განვითარებული საომარი კონფლიქტის შემდეგ ფუნქციონირებას განაგრძობს ქალაქ თბილისში. აი სწორედ დღევანდელი საღამოთი ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ აფხაზეთი ცოცხალია, აფხაზეთი იღწვის, აფხაზეთი ნიჭიერია და აფხაზეთს აქვს მომავლის იმედი. დღეს არის ჩვენი სკოლის იუბილე. არის გამოფენა სახვითი განყოფილების სამი პედაგოგი და სამი პედაგოგის მოსწავლეების ნამუშევრები არის. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები არის 7-5 წლიდან ზემოთ 15 წლამდე, 16 წლამდე ბავშვები არიან. ძალიან საინტერესო ნამუშევრებია თუ დაათვალიერებთ. ნახავთ, რომ ყველას ძალიან განსხვავებული ხედვა და ნიჭი აქვს.